მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მეყარს სანდრო და ვარ ასურეთში, თეთრიწყაროს რაიონში, სადაც 1818 წელს გადმოასახლეს გერმანელები შვაბიიდან. აქ გერმანელებმა ააშენეს გერმანული ტიპის პატარა სოფელი და მათ დაარქვეს ელიზაბეტთალი, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ელიზაბეტის ხეობა. გერმანიაში შვაბებს რელიგიის გამო დევნიდნენ. მათ აქ უფასოდ მიიღეს მიწები და ყველანაირი დახმარება. შრომის მოყვარე გერმანელებმა მალე ულამაზესი სოფელი ააშენეს. ეს არის შვაბების ქუჩა და აქ არის ეკლესია, რომლიდანაც დაიწყო თვითმფრინავებას. ახლა მოდით შევიდეთ. ეს ლუთერანული ეკლესია 1871 წელს აშენდა. თავიდან ასეთი იყო შვაბების ქუჩა, სადაც ახლა ჩვენ ვართ. ეს არის გერმანული სასაფლაო. Ათას 1941 წელს აქ მცხოვრებ გერმანელებს მოუწიათ დაეტოვებინათ თავისი სახლები, რადგან ისინი კომუნისტებმა გადაასახლეს. დარჩენის უფლება მხოლოდ იმ გერმანელებს მისცეს, ვინც ადგილობრივზე იყო დაქორწინებული. აქ ხორბალი ძალიან მომწონს და საინტერესო. ზოგადად გერმანულ სოფლებში ეკლესია უნდა ყოფილიყო ყველაზე მაღალი შენობა. აქაც ასე იყო შეფიქრებული, რადგან 2-3 სართულიანი შენობებია ეკლესიის გარდა ყველგან. დღემდე ასეა თუ არა, ჯერ არ ვიცით. მოდი დავაცხადოთ. სიმეტრიულად ჩამსკრებული დაბალი სახლებით. სოფელი დღესაც ინარჩუნებს გერმანულ იერს. ელიზაბეტთალი ძველად გერმანული სასაფლაოს ტერიტორიით მთავრდებოდა. მეც მის სანახავად მივდივარ. ახლა მოდი გერმანელების სასაფლაოზე, სადაც არის გერმანელი ხალხის საფლაოს ქვები. სასაფლაოს ცენტრში ვიპოვეთ წრეზე განლაგებული სასაფლაოს ქვები. ყველა ქვას აქვს გერმანული წარწერები. როგორც გითხარით, ეს გერმანული სოფელია და რა თქმა უნდა, გერმანიის დროშა იქნებოდა საქართველოს დროშის გვერდით. დღის ბოლოს დასასვენებლად ასურეთის ყველაზე პოპულარულ ადგილზე მივედით. ბევრი შეირნობის მერე, რა თქმა უნდა, მომშვიდა და მოვედი ამ რესტორანში. ამ რესტორანს ქვია სადგური. სადგური იმიტომ ქვია, რომ აქ ადრე ნამდვილი ტრაქტორების სადგური იყო. ეს სადგური მერე გააუქმეს და ააშენეს ეს რესტორანი და სახელი მაინც შეუნარჩუნდა. ესეთ
ადგილი დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც არის ძალიან საინტერესო. რადგან ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ და ითამაშონ და დიდებს შეუძლიათ მშვიდად დასხდნენ და მოსაწყენად ჭამონ როგორც ყოველთვის.